ორი მამაკაცი, როგორც გქონდეთ. ხო, დაინახეს რომ გარბოდნენ, უნდა ჩამოიგეს ბანერი. როგორც ამობენ თვითმხილველები იყო ავტომანქანა ჯიპის მარკით. გაშლეთ ასეთ ინფორმაციას შემოლოში რომ სომხური ნოღრებით იყო. ჩამოიგეს ბანერი, რა თქმა უნდა გადააგდეს თუ რაც გააკეთეს, ეს ჩვენ არ ვიცით. კიდევ ერთხელ გამოხატეს ძალადობა საზოგადოებაზე და ამით მეგონია ყველა ეს ადამიანი მიხვდება იმას, რომ ეს აქციები დასასრულია ბატონი სააკაშვილის თავობის მისი აპარატის, რასაც ისინი ზეწოლას აკეთებდნენ აქამდე, უკვე მათი ქმედება გახდა დადებითი აურა საზოგადოებას იმისათვის, რომ ადამიანები უკვე მოტივირებული არიან იმ ცნობით, რასაც ქვია ხვალინდელი წლის რეალობა და უკეთესი მომავალი. რაც ნიშნავს იმას, რომ აუცილებლად ის ადამიანები, ვინც კი ფიქრობდნენ თუნდაც სააკაშვილის ხარეს პოზიციის დაფიქსირებას, უკვე мотивация შეიცვალეს და ბატონი ბიზნესის მიმართ არიან განწყობილი იმისათვის, რომ ხვალ იყოს სიმართლე, იყოს რეალობა, იყოს სიმშვიდე, არ იყოს ძალადობა და არ იყოს ის ნიუანსები, რაც აქამდე ყოფილა ხალხის განმავლობაში. შუქი არ იყო და წვიმა იყო ძალიან და ხმაური გავიგონე. შიგნიდან დავიყვირე, რომ სანამ ჩავიცვით და გამოვიხედეთ, მე უკვე შევამჩნიე, რომ ორი პიროვნება იყო, შავი ფერის ჯიპის მარკის მანქანა და ჩაჯდა შიგნით და ეს სტრაფრეთი ხო მიქონდათ და ის მდინარესთან მე მგონი მდინარეში გადავიდა, რომ მანქანა შეჩერდა, შუქებით მივხვდი ახლა და მე დაიზრდა წავიდა, მეტი არა. მოგრიბა დაფიქსირება ვერ არა, არ შუქები არ იყო წუხელი, წვიმა იყო თან და ალბათ მომენტით შეარჩიეს ისეთი და ხმაური იყო, ჯერ ჩემს ფანჯარას დაარტყეს მუშტი და მე იმით უფრო მივხვდით, ვერასანამ ავდექ დავიყვირე წამოვდი და მე ასე შევხედე გარბოდეს. გუშინ გამით ნაციონალური მოძრაობის ამბროლაულის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის გოჩა ენუქიძის და ნაციონალური მოძრაობის სიის 59 ნომრის დავით გაგოშიძის პირდაპირ მითითებით ნაციონალური მოძრაობის ზონდერების ჯგუფმა მოახდინა ვანდალური აქტი ქართული ოცნების ოფისების მიმართ. კერძოდ დარბეული იქნა ნიკორ წმინდის ოფისი, რომელზედაც ჩაამსხვრიეს მინები, ჩამოგლიჯეს და გაიტაცეს აბრა, ანატობელი აბრა ქართული ოცნების ნიშნით. იგივე განმეორდა სოფელ ჭრებალოს ოფისთან დაკავშირებით. იქაც ჩამოგლიჯეს აბრა და დაარბიეს, ჩაამხვრიეს მინები. გარდა ამისა, ნაციონალური მოძრაობის ზონდერების ჯგუფმა, რომლის შემადგენლობაშიც იყვნენ დავით ნამგალაძე, ყოფილი პოლიციელი იმერეთის პოლიციიდან, რომელიც პოლიციიდან გაგდებულია ადამიანის მკვლელობისათვის და მას აქ იცნობენ როგორც ადგილობრივ უდესიანი. ასევე მონაწილეობდა ამ აქტში ნიკა სამხარაძე, ტელეკომპანია ITV-ის ადგილობრივი თანამშრომელი. შემდეგ გუბერნიის თანამშრომელი დავით ქემოკლიძე და ყოფილი გუბერნატორის ვაჟიშვილი ირაკლი სირაძე. ამ დასახელებულმა პირებმა დაახლოებით 3-4 საათის განმავლობაში მთელი რაიონის, ანუ საარჩევნო ოლქის ტერიტორიაზე პირწმინდად ჩამოფხიკეს და ჩამოხიეს ჩემი ფოტოსურათი, ჩემი სარეკლამო პლაკატი. დაახლოებით 1000 წლის რაოდენობით. ოფისებთან იყვნენ ჩვენი ოფისის წარმომადგენლები, ჭრებალოში ამ ფაქტს შეესწრნენ ფირანის ალუქვაძე, რომელმაც ხმაურზე გაიღვიძა და გამოედევნა ამ ზონდერებს და იხილა როგორ გაიცენ ისინი მდინარის მიმართულებით, გადაარიდეს მდინარე ასკში ჩვენი აბრა, ჩასხდნენ ჯიპის ტიპის მანქანაში, რომლის ნომერი იყო 957 სერია სამწუხაროდ ვერ დააფიქსირეს ოჯახის წევრებმა. ამ ჯიპთან ერთად მოძრაობდა კიდევ ორი ჯიპი, ერთი ვერცხლისფერის, ერთი შავი ფერის. ერთ-ერთის ნომერია 858 ციფრი. ასევე ნიკორწმინდის ოფისის
მეზობლად ცხოვრებმა პიროვნებამ ემზა ყობახიძემ დააფიქსირა ეს შემთხვევა ნიკორწმინდაში. ჩვენ ვთვლით, რომ ეს არის ნაციონალური მოძრაობის მხრიდან ბოლო უსუსური, ასე ვთქვათ, გაფართხალება. ისინი ხვდებიან, რომ რეალურ არჩევნებს ისინი აგებენ, მარცხდებიან და სამწუხაროდ ამას ვერ ეგუებიან. ნებისმიერი პოლიტიკური ძალა საქართველოში მოქმედი, რომელსაც აქვს პრეტენზია, რომ ის არის საგადმოაზროვნე პოლიტიკური ძალა, უნდა გამოეხმაუროს. რადგან დარბეულია ოფისები ქართული ოცნების, როგორც ჩანს, ხელისუფლება გრძნობს, რომ იმ ყველაფრის შემდეგ, რაც დღეს ვითარდება საქართველოში, იმ საშინელების შემდეგ, რაც ფაქტობრივად იხილა ქართულმა საზოგადოებამ, ციხეებში მოხდა, ასე ვთქვათ, არადამიანურ პრობლემას გულისხმობ, ეს ისედაც ცნობილი იყო საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილისათვის, და დღეს პრეზიდენტი იჭერს ისეთ პოზას, თითქოს მან ეს პირველად დაიღო. ჩვენი შტაბების დარბევასთან დაკავშირებით. ეს განცხადება ერთი წამით რა. განცხადება გვინდა. ფაქტობრივად ჩვენს დაქვემდებარებაში მყოფი ოფისები სოფელ ჭრებალოსა და სოფელ ნიკორწმინდაში დარბეული იქნა უმოწყალოდ, ჩამოყრილი იქნა სარეკლამო აბრები, რომლებიც მატერიალურ ფასეულობას წარმოადგენს, ასევე ჩამსხრეული იქნა მინები და ჩამოხსნილი იქნა რაიონსა და მასში შემავალ სოფლებში პლაკატები. მოგატვით ყველა ინფორმაცია, მიმართეთ პრესს. საბზის თქვენი პრეს-ცენტრი. მინდა წავიღო უბრალოდ რა ჩაიბარეთ თუ არ ჩაიბარეთ.